გვერდი 75. პირველი ამოცანა. ელექტრული ველის რომელიღაც წერტილში მოთავსებულ 7 ნანოკულონ მუხტს 21 გამრავლებული 10-9 ჯოულის პოტენციური ენერგია აქვს. იპოვეთ პოტენციალი ამ წერტილში. Q არის 7 ნანოკულონი, ანუ 7 10-9 ხარისხად კულონი, ენერგია არის ესე იგი 21 10-9 ხარისხად ჯოული. იპოვეთ ამ წერტილში პოტენციალი. განმარტებების თანახმად პოტენციალი არის პოტენციური ენერგია ამ წერტილში შეფარდებული მუხტის სიდიდეზე და აქედან გამოვთვლით. მეორე ამოცანა. განსაზღვრეთ 16 10-1 ხარისხად კულონი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ველის პოტენციალი წერტილში, რომელიც მუხტისგან 150 სანტიმეტრით არის დაშორებული. მუხტი არის მოცემული 16 10-1 ხარისხად კულონი, მანძილი არის ესე იგი 150 სანტიმეტრი, ანუ 1.5 მეტრი. და უნდა ვიპოვოთ პოტენციალი. ეს არის წერტილოვანი მუხტი. წერტილოვანი მუხტის პოტენციალი მოიცემა ფორმულით KQ შეფარდებული R-ზე. აი აქედან გამოვთვლით. მესამე ამოცანა. დადებითი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ველის ორ წერტილში პოტენციალი 4-ჯერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. რამდენჯერ განსხვავდება ერთმანეთისაგან შესაბამის წერტილებში ელექტრული ველის დაძაბულობის მოდულები. ესე იგი, დადებითი წერტილოვანი მუხტი არის და Φ1-ის Φ2-თან შეფარდება უდრის 4-ს. გვეკითხებიან, როგორი არის ამ წერტილებში დაძაბულობების განსხვავება. Φ1 არის KQ შეფარდებული R1-ზე, Φ2 არის KQ შეფარდებული R2-ზე, ამიტომ Φ1-ის Φ2-თან შეფარდება, ეგ იქნება, შევაფარდოთ ერთმანეთზე, გვექნება R2-ის R1-თან შეფარდება. ეხლა რაც შეეხება დაძაბულობებს, E1 არის KQ შეფარდებული R1-ის კვადრატი, E2 არის KQ შეფარდებული R2-ის კვადრატზე. ასე რომ E1-ის E2-თან შეფარდება იქნება R2-ის კვადრატი R1-ის კვადრატზე. მოსადმე E1-ის E2-თან შეფარდება გვექნება Φ1-ის Φ2-თან შეფარდების კვადრატი, ამიტომ 16-ის ტოლი გამოგვივა. მეოთხე ამოცანა. იპოვეთ პოტენციალთა სხვაობა 48 მიკროკულონი წერტილოვანი მუხტიდან 3 და 4 მეტრი დაშორებულ ორ წერტილ შორის. ესე იგი, Q არის 48 მიკროკულონი, ესე იგი 48 10-6 ხარისხად კულონი, R1 არის 3 მეტრი, R2 არის 4 მეტრი. გვეკითხებიან პოტენციალთა სხვაობას, ესე იგი Φ1 - Φ2 არის კითხვის ნიშნის ტოლი. წერტილოვანი მუხტის პოტენციალი მოიცემა ფორმულით KQ შეფარდებული R-ზე, ამიტომ Φ1 - Φ2 იქნება KQ R1 - KQ R2. ესეთი იქნება პოტენციალთა სხვაობა. მეხუთე ამოცანა. გამოთვალეთ პოტენციალი წერტილში, რომელიც ერთნაირი 25 სანტიმეტრი მანძილით დაშორებულ 12 ნანოკულონ და 24 ნანოკულონ წერტილოვანი მუხტე გამოთვალეთ პოტენციალი წერტილებში, რომელიც ერთნაირი 25 სანტიმეტრი მანძილითაა დაშორებული 14 ნანოკულონ და 24 ნანოკულონ წერტილოვანი მუხტებიდან.
ესე იგი, წარმოვიდგინოთ, რომ ერთი მუხტი არის Q პირველი, მეორე მუხტი არის, ესე იგი, Q მეორე და რაღაცა წერტილი არის A წერტილი და გვაინტერესებს პოტენციალი ამ A წერტილში. ესე იგი, Q პირველი არის, ესე იგი, 12 ნანოკულონი, Q მეორე არის 24 ნანოკულონი. თუ სწორად გავიგეთ, აბა პირობა, გამოთვალეთ პოტენციალი წერტილებში, ესე იგი, ხო, სხვადასხვა, ესე იგი, ერთ წერტილში არ გთხოვენ, ესე იგი, ორ სხვადასხვა წერტილებში გთხოვენ. ესე იგი, გვაქვს Q პირველი და მისგან A წერტილი არის R1 მანძილზე, ხოლო B წერტილი არის R2 მანძილზე. და ანალოგიურად მეორე მუხტი გვაქვს, მისგან A წერტილი არის ისევ ვთქვათ R1 მანძილზე და B წერტილი არის R2 მანძილზე. ასე რომ ფაქტობრივად 4 პოტენციალის გამოთვლა გვჭირდება. ესე იგი, მოდით ჩავწეროთ Φ A წერტილში Q პირველი მუხტის მიერ შექმნილი. K Q1 R1-ზე. Φ B წერტილში იგივე Q1 მუხტის მიერ შექმნილი. K Q1 R2-ზე. ეხლა მეორე მუხტისათვის. Φ A წერტილში Q2 მუხტის მიერ შექმნილი, K Q2 R1 და Φ B წერტილში იგივე Q2 მუხტის მიერ შექმნილი, K Q2 R2-ზე. ესეთი რამეა. მეექვსე ამოცანა. წერტილში, რომელიც -36 10-მე-7 კულონი და +26 10-მე-7 კულონი წერტილოვანი მუხტიდან ერთნაირი 0,6 მანძილითაა დაშორებული, მოათავსეს მესამე 4 მიკროკულონ წერტილოვანი მუხტი. გამოთვალეთ ამ მუხტის ველთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. ხო, ესე იგი, ჩავწეროთ, რომ Q პირველი არის -36 10-მე-7 ხარისხად კულონი და Q მეორე არის +26 ისევ 10-მე-7 ხარისხად კულონი. და მოთავსებულია Q მესამე მუხტი, რომელიც სიდიდე არის 4 მიკროკულონი, 4 10-6 ხარისხად კულონი. ხო, წერტილში, ესე იგი, მანძილი L არის 0,6 მეტრი. ესე იგი, ფაქტურად გვაქვს ორი მუხტი, Q1 და Q2 და გვაქვს წერტილი, რომელიც ერთნაირი მანძილით არის დაშორებული ამ ორივე მუხტისგან. ეს R1 არის და ეს თითოეული L-ის ტოლია. აი აქ რომ მოვათავსოთ რაღაცა Q მესამე მუხტი, რისი ტოლი იქნება ველთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. მოდით ვიპოვოთ აი ამ წერტილში, მოდი მაგ წერტილს A დავარქვათ, A წერტილში პოტენციალი რისი ტოლი იქნება. ეს არის პოტენციალი, რომელსაც ქმნის მაგ წერტილში Q პირველი მუხტი, დამატებული პოტენციალი, რომელსაც იგივე წერტილში ქმნის Q მეორე მუხტი. ასე რომ Φ A წერტილში იქნება, ესე იგი, -K Q1 აქ მოდული არის R1-ზე პლუს K Q2 შეფარდებული იგივე R1-ზე. პოტენციალი რადგან ვიპოვეთ, პოტენციური ენერგია Q მესამე მუხტისა იქნება Q3 გამრავლებული Φ A-ზე. ამიტომ ეს იქნება, ესე იგი, K Q3 R1-ზე ფრჩხილებში minus Q1 plus Q2. აი ესეთი იქნება პოტენციური ენერგია. ხო, მე-7 ამოცანა. 18Q და -6Q წერტილოვან მუხტებს შორის მანძილი 2 მეტრია.
მუხტებზე გავლებულ წრფეზზე მცირე მუხტიდან რა მანძილით დაშორებულ წერტილებში იქნება ელექტრული ჯამური პოტენციალი 0-ის ტოლი. ესე იგი, ერთი მუხტი არის Q პირველი არის +18Q, Q მეორე იქნება -6Q. და გვეკითხებიან იმ წერტილს, სადაც პოტენციალი 0-ის ტოლი არის. აი, ეს იყოს Q პირველი, ეს იყოს Q მეორე. რაღაცა წერტილი ავიღოთ, A წერტილი და ამ A წერტილში, რომელიც X მანძილითაა დაშორებული, სრული პოტენციალი 0-ის ტოლია. ეს იგი, φ A წერტილში გვეუბნებიან, რომ არის 0. მეორეს მხრივ ეგრეთ წოდებული სუპერპოზიციის პრინციპის თანახმად, ანუ შეკრების წესის მიხედვით პოტენციალების, გვექნება, რომ A წერტილში Q პირველი მუხტი ქმნის პოტენციალს, ასევე მაგ წერტილში ქმნის მეორე იგივე წერტილში ქმნის Q მეორე მუხტი პოტენციალს. ისე რომ ჯამური პოტენციალი 0-ის ტოლია. ამიტომ დაიწერება Q პირველი აქ არის R არის 2 მეტრი, მათ შორის მანძილი, აი ეს არის 2 მეტრი. აქედან აქამდე 2-ს -x არის. მოდი დავწეროთ R-ს -x. ეს უნდა უდრდეს Q2 x-ზე. კაები გაიკვეცება, აქ მოდულები იგულისხმება. ესე იგი 18Q R -x-ზე უდრის 6Q x-ზე. 18 და 6 გაიკვეცება, აქ მოგცემ 3-ს, Q-ები გაიკვეცება, გვექნება 3R -x-ზე უდრის 1 შეფარდებული x-ზე. ანუ 3x უდრის R -x. ესე იგი 4x უდრის R-ს, x უდრის R მეოთხეც. ეს არის პასუხი. მერვე ამოცანა. განსაზღვრეთ ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობა 22 10-მეხუთე კულონ მუხტის გადაადგილებისას 100 ვოლტი პოტენციალის მქონე წერტილიდან 150 ვოლტი პოტენციალურ წერტილში. ესე იგი, φ1 არის, ესე იგი 100 ვოლტი, φ2 არის 150 ვოლტი, მუხტი Q არის 22 10-5 ხარისხად კულონი. და გვეკითხებიან მუშაობას. ელექტრული ველის მუშაობა მოიცემა ფორმულით QU, სადაც Q არის ეგრეთ U არის ძაბვა, ანუ პოტენციალთა სხვაობა. φ1 - φ2. არაგერიოდ პოტენციალთა ცვლილებაში. სხვაობა არის საწყის წერტილს მინუს საბოლოო პოტენციალი. ასე რომ ამ ფორმულით ვიპოვეთ Q φ1 - φ2. მეცხრე ამოცანა. გვერდის მქონე კვადრატის 4-ვე წვეროში მოთავსებულია +Q წერტილოვანი მუხტი. რა მუშაობას შეასრულებს ელექტრული ველი ერთ-ერთი მუხტის უსასრულოდ დაშორებულ წერტილში გადატანისას? აი დავხატოთ ესე იგი სურათი, აი თქვათ ეგეთი რაღაცა არის, ესე იგი აქ იყო Q მუხტი და აქაც იყო Q მუხტი. და მე ეს მუხტი ავდექი და წავიღეთ უსასრულობაში. მოდით ჩავწეროთ აი ამ წერტილში რა ველს ქმნის ეს სამი მუხტი. ესე იგი, დავარქვათ ამას A წერტილი. φ A წერტილში იქნება ეს პირველი მუხტი, მეორე, მესამე მუხტი. ეს არის პირველი წერტილის მიერ შექმნილი პოტენციალი დამატებული მეორე, დამატებული მესამე წერტილის პოტენციალი. ესე იგი, ეგ იქნება პირველი წერტილის მუხტის მიერ შექმნილი პოტენციალი KQ-აზე პლუს მესამე წერტილის მიერ შექმნილი KQ-აზე და მეორე წერტილის KQ-A-2-ზე, იმიტომ რომ ეს მანძილი, აი ნახეთ, აქედან აქამდე არის პითაგორას თეორემით, ეს A არის, ეს იქნება A-2-ზე. პითაგორით შეამოწმეთ, რომ ეს ესე არის.
ეხლა უსასრულობაში როცა წავა ეს წერტილი, ესე იგი მაშინ პოტენციალი უსასრულობაში ველი 0-ის ტოლი არის. ასე რომ B წერტილში ველი არის 0-ის ტოლი. ასე რომ ველის მიერ შესრულებული მუშაობა იქნება Q გამრავლებული φ A-ს მინუს φ უსასრულობაში. და φ უსასრულობაში 0 არის. ამიტომ A იქნება Q გამრავლებული φ A-ზე. ეს გადავწეროთ უფრო ლამაზად. KQ შეფარდებული A-ზე შეგვიძლია გავიტანოთ. ეს იქნება, ესენი ერთნაირი არის 2-ს პლუს ესე იგი 1 შეფარდებული ფესვი 2-ზე. აი ეგეთი სიდიდე გამოგვივა. მეათე ამოცანა. წერტილოვანი მუხტის ველის ძალწირის A და B წერტილებში პოტენციალი შესაბამისად 50 ვოლტი და 50 ვოლტია. იპოვეთ პოტენციალი AB მონაკვეთის შუა წერტილში. ესე იგი, φ A წერტილში პოტენციალი 200 ვოლტია. φ B წერტილში არის, ესე იგი, 50 ვოლტი. ხო და გვეკითხებიან შუა წერტილში რისი ტოლი არის პოტენციალი, φ C წერტილში რისი ტოლი არის. აი წარმოვიდგინოთ, ესე იგი ეს არის ეს რა ვქვია, ძალწირი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის A წერტილი, ეს არის B წერტილი. ხო, და გვაქვს წერტილოვანი მუხტის ძალწირი. აი თქვათ, აქ არის რაღაცა წერტილოვანი მუხტი Q, რომელიც ესე ამ ველს ქმნის. ეს მანძილი აღვნიშნოთ R10, აქედან აქამდე ეგ იქნება RB და ჩვენ გვეკითხებიან აი შუა წერტილში, C წერტილში. C წერტილამდე მანძილი გვექნება RB-ს გამოკლებული RA, ესე იგი RB-ს RA რო გამოვაკლოთ, ესე იგი ესე იგი მათ შორის შუა წერტილი, ესე იგი აი ამის ნახევარი, ხო? ხო, ამის ნახევარი იქნება RB-ს მინუს RA გაყოფილი 2-ზე პლუს აი თქვათ აქედან აქამდე მანძილი, ესე იგი ეგ იქნება პლუს RA. ეს არის მანძილი C წერტილამდე. აბა კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, ესე იგი ეს მანძილი აქედან აქამდე, ხო? ეს იყო RB, ეს იყო RA და ამის შუაში გვაინტერესებს. ესე იგი ამის შუაში, ესე იგი ეს მანძილი არის, ესე იგი RB-ს მინუს RA გაყოფილი 2-ზე პლუს RA. კი ბატონო, სწორია ესე იგი ეს ყველაფერი. ეხლა მე ჩავწეროთ φ A წერტილში. ეს არის, რაღაცა KQ შეფარდებული RA-ზე. φ B წერტილში. ეგ არის KQ შეფარდებული RB-ზე. ხო, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს φ C წერტილში, რომელიც არის KQ შეფარდებული RC-ზე. მოდით ეს RC ცოტა გავამარტივოთ, ესე იგი RC ხო იყო RB-ს გამოკლებული RA-ს ნახევარი პლუს RA. ეს იგივეა, რომ დაგვეწერა, რომ ეს საერთო ნიშნულზე რომ მივიყვანოთ, RC იქნება RA-ს პლუს RB-ს ნახევარი. RA-ს პლუს RB-ს ნახევარი. ხო, აქედან φ C წერტილში ეგ იქნება KQ შეფარდებული RA-ს პლუს RB ნახევარი ზეითავა 2-ზე. მოდით აქედან RA ვიპოვოთ, აქედან RB ვიპოვოთ. ესე იგი RA იქნება KQ შეფარდებული φ A-ზე, აქედან RB არის KQ შეფარდებული RB-ზე და შევიტანოთ აქ. ესე იგი φ C-ში გვექნება ეს ორიანი არის. 2-ჯერ KQ
RA იყო KQ RA-ზე, ესა φ A-ზე პლუს KQ φ B-ზე. ნუ KQ-ები გაიკვეცება, ეს არის 2-ჯერ 1 φ A-ზე პლუს 1 φ B-ზე. საერთო მნიშვნელზე რომ მივიყვანოთ, გვექნება 2-ჯერ φ A გამრავლებული φ B-ზე φ A-ს პლუს φ B. აი ესეთი იქნება პოტენციალი შუა წერტილში.